ძალაუფლების შენარჩუნების გზა მათთვის არის რეპრესიები. სხვა გზა აღარ დარჩა და აქ ეხლა ჩვენ თუ ერთიანობა არ ვაჩვენეთ ამ მხოლოდ ბრიუსელისკენ ვიყურებით და მოდი გავიხედოთ ჩვენ გვერდით ჩვენს მეგობრებს შევხედოთ, ჩვენს თანამებრძოლებს შევხედოთ, ისინი შევაგულიანოთ, გადავიდეთ ბრძოლაზე და გადავიდეთ კონკრეტულ ქმედებებზე. წარმოუდგენელია ესე. მოდი ვისაუბროთ ამ კონკრეტულ ქმედებებზე. ხო, აი დაგვრჩა ჩვენ სადღაც 5 წუთი კიდე და მინდა რომ ამ კონკრეტულ ქმედებებთან დაკავშირებით როგორ წარმოგიდგენთ ეს კონკრეტული ქმედებები. აი მაგალითად ცალიმ ზურაბიშვილის გარშემო არაზმული ხალხი ამბობს რომ პროტესტი კი ბატონო ასეთია დინამიკა ნელი აქვს ხანს რაფი ექნება გვაქვს საერთაშორისო იზოლაცია ხელისუფლება ჩიხშია და აი აქედან გამოვაძვრეთ რაღაცას. თქვენ ფიქრობთ რომ აქედან ვერაფერი ესე ვერ გამოძვრება თუ მოქმედება უფრო არ გააქტიურდა. აი რა უნდა იყოს ეს გააქტიურებული მოქმედება. ერთიანობაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ერთიანობა მათ შორის გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული ამოცანები უნდა ქონდეს. კონკრეტული ამოცანა არ უნდა იყოს ირაკლი კობახიძის გადადგომა და მთელი მთავრობის გადადგომა და კრიზისის გაღრმავება და ირაკლი კობახიძე მე თუ მკითხავ, საერთოდ ვერ უნდა შედიოდეს სახელმწიფო კანცელარიაში, ხო? სახელმწიფო ადმინისტრაციაში ვერ უნდა შედიოდეს და ჩვენ სწორედ გვმართებს კონკრეტული ნაბიჯების შეთანხმება და მოქმედებებზე გადასვლა. ისინი გვეუბნებიან, რომ გზას გადაკეტავ და სტრატეგიულია ეს გზა, გვაწევენ ბრძანებებს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ და ჩვენ უნდა მოვაკერხოთ ის, რომ გვერდზე გადავდოთ ეს ქოც-ნაცური პარადიგმა დავივიწყოთ, ყველა უნდა როგორც თანასწორი ისე უნდა დავდგეთ ამ ბრძოლაში, ივანიშვილის რეჟიმი ფიზიკურად უნდა გავაჩეროთ, ჩამოვაშოროთ ძალაუფლებიდან და შემდეგ ვილაპარაკოთ დემოკრატიის აღდგენაზე ქვეყანაში. შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ საარჩევნო რეფორმაზე, შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაზე და ნორმალურ არჩევნებზე. სანამ ივანიშვილი არის ძალაუფლების ცენტრი, სანამ კობახიძე არის ძალაუფლების ცენტრი, წარმოუდგენელია ვილაპარაკოთ მხოლოდ კოორდინაციაზე და ნაბიჯები არ გადავდგათ მათ შორის ქმედითი და თავარი ამოცანა უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა. ჩვენ ავირჩიეთ ხო ეს მშვიდობიანი კალაპოტი და აგერ 150 დღეა რუსთაველის გამზირზე დგავართ. ძირითადად ახალგაზრდები დგანან. ეს ყველაფერი თუ არ ტრანსფორმირდა კონკრეტულ ნაბიჯებში, მაშინ აზრი ეკარგება. გვიყურებენ პოლიტპატიმრები, ციხეებიდან გვიყურებენ ირაკლი და ჩვენგან მოითხოვენ ქმედებებს. აი, ჩემთვის ახლა წარმოუდგენელია, აი სტუდიაში ვიჯდე, ვილაპარაკო და შემდეგ გავიდე და პასუხი ვერ გავცე პოლიტპატიმრების მშობლებს. ისინიც ჩვენ გვიყურებენ და ჩვენგან მოითხოვენ, იმიტომ ხარ პოლიტიკაში, რომ რაღაც უნდა გააკეთო. თუ საჭიროა, უნდა წახვიდე და საკუთარი თავი შეაგდო ბრძოლაში. და მე მგონია, რომ ყველა ამაზე უნდა შევთანხმდეთ, ყველა ამაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ საკუთარი ტყავი უნდა შევაგდოთ ბრძოლაში. სხვისი ტყავი კი არა, ახალგაზრდების ტყავი კი არა, ჩვენი ტყავი. თუ საჭიროა, ჩვენ უნდა ჩავჭდეთ ციხეში. თუ საჭიროა, ჩვენზე უნდა გაიაროს ყველაფერმა. ამ ბრძოლის პირას ჩვენ პირველები უნდა ვიყოთ და არა ბოლო რას იზავენ ახალგაზრდები და მე ჩვენ გამოვეკიდოთ ახალგაზრდებს. ეს არ გამოვა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ერთი უმთავრესი რამ, რომ ჩვენ გვინდა ძალაუფლება იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში უკეთესი პერსპექტივა გქონდეს ახალგაზრდებს.